მე ვარ სანდრო შანთაძე, 12 წლის. სწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კარატე და ფეხბურთი. 2 წელი დავდიოდი კარატაზე და უკვე ყველაფერი კარგად ვიცი. იმიტომ შევედი კარატეზე, რომ მამაჩემი მავარდიშებდა სახლში და ნიჭი მქონდა კარატის. ბევრი რამე ვისწავლი და ვიცი ყველა ილეთი. ყველაზე კარგად დამოწვის ხელი, ძირიდან აღტომა და ფეხის უკუღმა დარტყმა. ორჯერ მქონდა შეჯიბრება. პირველში გავედი პირველ ადგილზე და მეორე შეჯიბრებაში მეორე ადგილზე. მეორეჯერ იმიტომ ვერ გამიმარჯვე, რომ ჩემზე უფროსი შემხდა. მაგათ შემოძრო მოგება, მაგრამ შეცდომა დაუშვი და ილეთი არასდროს გავაკეთე. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. შეტევაშიც კარგად თამაშობ და დაცვაშიც. ისე, რა თქმა უნდა, უფრო მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი 600-ზე მეტი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მოწინააღმდეგის მეკარემ შეცდომით მომცა ბურთი. მე ავაგდე ჰაერში და მაკრატელა გავიტანე ცხრიანში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ძლიერად დარტყმა. გამოსასწორებელი მექვს მატაობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მიყვარს ჩემი სკოლა, რომ იქ ყავს ყველაზე კარგი მეგობრები, მასწავლებლებიც კარგები არიან, დირექტორიც, სკოლაც კარგია. მიყვარს სწავლა და კარგადაც ვერთობი. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ხათუნა მასწავლებელი. ახლა ცოტათი ნერვიულობ და გვარი დამავიწყდა. ყველაზე კარგი მასწავლებელი ეგა. ხათუნა მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ გულთბილია, თუ რამეს ვერ მიხტები, თავიდან აგიხსნის, უფრო მეტად კლასკარეშე გაკვეთილებსაც გვიტარებს, თავისუფალსაც და ყველაზე კარგი მასწავლებელი არის სკოლაში. არის ლამაზი, მხიარული და ყველას გიყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე კარატისტი. თუ კარატისტი ვერ გამოვედი, მაშინ გამოვალ მზარეული. კულინარობა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვაკეთებ საჭმელებს. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო ეგრეთ წოდებული მოხრაკული. ახლა ყველაზე კარგად გამოდის წვადის შეწვა. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, იმიტომ სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები. სახლში ვცხოვრობ მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 2 და 1 ძმა. მეტი და-ძმა არ მინდა, იმიტომ რომ სახლში აღარ ვეტევით. მამაჩემი არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და ყველა რასაც ეთქვის შემსრულებულია. შეგისრულებს ყველაფერს. დედიკო არის ლამაზი, ჩვენზე გადაყოლილია, უყვარს კულინარია და ყველაზე კარგად გამოდის საჭმელების კეთება. და რაც მთავარია, ყველაზე კარგი დედა. მე ვარ ჭკვიანი, სიმპათიური და ცოტა ცელქი. ცოლს რომ მოვიყავ, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევ ალექსანდრეს და ელისაბედს. მე ვიქნები ყველაზე კარგი მამა და ყველაზე კარგი მეუღლე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემი ოცნების სახლს. ეს იქნებოდა 3 სართულიანი სახლი ჩაქვში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია Porsche 911. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ბედნიერება არის დიდ სტადიონზე თამაში, კარგი მეგობრები და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.